თავი 50. გადაემხო იოსები მამას, დასტიროდა და ჰკოცნიდა. უბრძანა იოსებმა თავის მსახურ მკურნალებს, შეემურვათ მამამისი და შემურვეს მკურნალებმა ისრაელი. გავიდა 40 დღე და გასრულდა დაბალზამების ხანი. დასტიროდა მას ეგვიპტეს 70 დღეს. როცა გაიარა გლოვის დღებმა, ელაპარაკა იოსები ფარაონის სახლს და უთხრა: თუ ვიპოვნია მადლი თქვენს თვალში, სიტყვა შემაწიეთ ფარაონთან და ასე უთხარით. მამაჩემმა დამაფიცა და მითხრა: აჰა ვკვდები მე, იმ ჩემ სამარხში დამარხეთ ქანაანის ქვეყნად რომ გავითხარეო. ახლა წავალ, დავმარხავ მამაჩემს და უკან დავბრუნდები. თქვა ფარაონმა: წადი და დამარხე მამაშენი, როგორც დაგაფიცა. წავიდა იოსები მამის დასამარხავად და წაყვნენ მას ფარაონის მურჩილნი, მისი სახლის უხუცესნი და ეგვიპტის ქვეყნის ყველა უხუცესი. იოსების მთელი სახლი, მისი ძმები და მამამისის სახლი, მხოლოდ ბალღები და ცხვარძროხა დატოვეს გოშენის მხარეში. დაიძრნენ მასთან ერთად ეტლები და მხედრები. შეიკრიბა დიდზე დიდი ბანაკი. მივიდნენ ატადის კალოსთან, იორდანეს გაღმა და გამართეს იქ დიდი და უსაზომოდ მწარე გოდება. 7 დღეს გლოვობდა იოსები მამას. იხილეს ქანაანელებმა გლოვა ატადის კალოზე და თქვეს: მწარე გლოვა აქვთ ეგვიპტელებს. ამიტომაც ეწოდა ამ ადგილს იორდანეს გაღმა აბელ მიცრაიმი, ეგვიპტელთა გლოვა. ყველაფერი ისე აღუსრულეს შვილებმა იაკობს, როგორც უანდერძა მათ. წაასვენეს იგი შვილებმა ქანაანის ქვეყანაში და დამარხეს მღვიმეში მაღფელას მინდორზე, მამრეს გასწრილ, რომელიც საკუთარ სამარხად იყიდა აბრაამმა მინდორთან ერთად ყეფრონ ხეთელისგან. დამარხეს მამა და დაბრუნდა იოსები ეგვიპტეში, იგი და მისი ძმები და ყველა, ვინც კი მამის დასამარხავად წაჰვა. დაინახეს იოსების ძმებმა, რომ აღარ ყავთ მამა და თქვეს: ვაი თუ გვიმტროს იოსებმა და სამაგიერო გადაგვიხადოს ყველა ბოროტებისთვის, რაც მას უყავით. შეუთვალეს იოსებს: მამა შენმა დაგვიბარა სიკვდილის წინ. ასე უთხარით იოსებს: გევედრები შეუნდეთ სოდვა და დანაშაული ძმებს, თუმცა ბოროტად მოგექცნენ. ამიერიდან შეუნდეთ სოდვა მამაშენის ღმერთის მსახურებს. ატირდა იოსები, როცა ეს უთხრეს. მოვიდნენ ძმებიც, დაემხნენ მის წინაშე და უთხრეს: აჰა, შენი მორჩილნი ვართ. უთხრა მათ იოსებმა: ნუ გეშინიათ, ღმერთი ხომ არა ვარ. თქვენ ბოროტი განიზრახეთ ჩემთვის, ხოლო ღმერთმა სიკეთეთ ჩათვალა, რათა ისე მომხდარიყო, როგორც მოხდა. მრავალი ხალხის სიცოცხლე ეხსნა. ამიერიდან ნუ ვარ გეშინიათ, თქვენს შეგინახავთ და თქვენს ბავშვებსაც. დაამშვიდა ისინი და ანუგეშა. ცხოვრობდა იოსები ეგვიპტეში მამამისის მოდგმასთან ერთად. იცოცხლა იოსებმა 110 წელი. მოესწრო იოსები ეფრემის შვილთა შვილებს. მენაშის ძის მაქირის შვილებიც იოსების მუხლებზე დაიბადნენ. უთხრა იოსებმა ძმებს: მე ვკვდები, მაგრამ ღმერთი მოგხედავთ და წაგიყვანთ ამ ქვეყნიდან იმ ქვეყანაში, რომელსაც შეპირდა იგი აბრაამს, ისააკს და იაკობს. დააფიცა იოსებმა ისრაელიანები: როცა ღმერთი მოგხედავთ, აქედან წაიღეთ ჩემი ძვლები. მოკვდა იოსები 110 წლისა. შემურვეს იგი და ჩაასვენეს კიდობანში, ეგვიპტეში.